guys, მოგესალმებით, მეგობრებო, შეგიძლიათ ახალი ვიდეოთი. და ვიცი, დიდი ხანია აღარ დამიდე ვიდეოები და ამას მიზეზები ახლავს თუ რატო ვერ ვდებდი ხოლმე ვიდეოებს. ეს დიდი ხანი აღარ დამიდე, უკვე აღარ ვიცი სამართლო. იმასთან უნდა კი ბატონო. სამი ქვეყანა, კაი. ესენი ნახე რა, ცუდად არიან აქ. იერუსალიმი გავამაგლოთ მაინც. ჯარისმენის გავამაგლოთ, ხალხს აქვს. და ერთი ჯარისმენი შეიტანის ისტორიაში სხვაში შეიტანის, მაგრამ ყველაზე მეტ ისტორიაში დავზარალდა მე პირადად, იმიტომ რომ თქვენ ნახევრის საქმე წყალში ჩამიყარეს, რადგანაც ის 10 გაკვეთილი ამოიღეს, 10 პარაგრაფი ჩაამატეს კიდევ უფრო ბევრი, ვიდრე რაც ამოიღეს და ის 10 გაკვეთილი რაც ამოიღეს, ჰქონდა უკვე ნასწავლი. ხოლო ფაქტობრივად ის 10 გაკვეთილი ამჭირდება და დროში თავიდან ქონდა დრო განსაზღვრული და 10 გაკვეთილით მივდიოდი და ვასწრებდით. და ეხლა მაგის გამო ვეღარც ვეტევით დროში და იმ დღეს 2 გაკვეთილი ჩავაბარე, გუშინ 4 გაკვეთილი ჩავაბარე მაგის გამო დროში ვეღარ ვეტევით, რომ ბევრს გვაძლევს ხოლმე და პანასკეს რომ მე კიდევ 2 გაკვეთილი ჩავაბარო. გამეორებებზე გავდივართ და თან ახალ გაკვეთილებს სწავლობთ რა, ანუ ორივეს ერთდროულად ვაკეთებთ მაგის გამო. მაგათი ზღურობა ქართულში ძალიან ბევრი ნაწარმოები ამოიღეს და ქართულში დიდად მაგის გამო პრობლემა არ შექმნილა, სიმართლე გითხრათ. მაგრამ ისტორიაში მართლა პრობლემა შემექმნა. და ეგეთ რაღაცებს რატომ უნდა აკეთებდნენ ესენი ასე? ეგ უნდა დაიდოს სექტემბერში ყველა, ნახოს, არა ეხა არის თებერვალი. რაღა დარჩა მარტი, აპრილი, მაისი, 3 თვე. ასე დროს გვიდევენ მაგიმებს. ტვინის ბურღობა აბა რა არის? ცოტა ადრე დადეს დაშე, მაგრამ მაინც აზრი არ ქონდა. ეხლა ვიღებ ვიდეოს და გეუბნებით ეხლა დადესვით, მაგრამ არა ბოჩებს კი ატომი ხრთომი არ აქვს და ვლანდიასთან მოქვს. ვლანდია მე ვიმე ბარელოს ჩწავდი რა, ვლანდია ის ვლანდია. ვანდალები არიან ეგენი. გადამიხადე თორე, ომს გამოგიცხადე, ფინანსები მჭირდება ეხლა მათაც სამბეროს თხოს არ გადაგიხდი. ნუ მადგა ალეპოსთანაო. მადგა ალეპოსთანაო. ესენი მაქვს უშენი არ მაქვს. მე გავაგეთო. ამათ ვერ დავახევინებ უკან.
აქ ჩავიყვანს და ეს მოდი აქეთ გამოვწვით. თუ რამე აქედან პირდაპირ მომწყვეტებენ ახლა არ დაგვატყან ამაზე ბევრმა. მართალია ჩემ ტეტო წავლენ და ვერ ანუ რობი ახწონი ხამდე ჯარ ჩავაყენებ იქ. ან აქ თუ მოვლენ აქტივ მოვლენ კაცო. დამასკოდან აქედან წამოვიდე პირდაპირ. კაროჩე რა, უნდა გავიგო ახლა ვისთან აქვს ამ და უმირა. ნახე. არმენია, თურქეთი, მაგასთან ომი აქვს ბატონ, ეგვიპტესაც ომი აქვს, ეგ მაწყობს. ეს წვანე საგანწყვეტო რომელია აზ? აზიარბა. ბუდის თუ რა ქვია დინასტიასაც ომი აქვს. ესეთი ანუ ეგვიპტე შეიძლება ძალა გაუწოს მეც რო აქედანი დავარტყავ იქიდან შეიძლება და ეგვიპტეს არცალია მაგისთვის აქეთკენ აქვს ძალა გადანაწილებული ხო? კი და საწყლად 4 გენერალი ყავს აქეთ დაჟე 5 იქითკენ ძალიან შეტევაშია ეს და ვანდალები და პირატებიც უტევენ ამასობაში. პირატებიც უტევენ. მე რა ვქნა ვერაფერს ვერ დაგეხმარებით ბობილო. მე ჩემი გამჭირვებია. აუ ეს ამათო დაიკავეთ, კაი რა. მეთქი რომ რაღაცა კინოს გამოვიძახებთ. ეგ არა კაცო. კასტელში არა, ტავერნაში შედი. აბარისი გამოძახები შეგვიძლია. კი ბატონო, არა, რავი, აბა. ესეც გამოძახები ესეც. აით რა. რამე დარჩა გამოსაძახებელი? 920, 165. მოდი იყოს ესა. არა, რაც არის. ეს არ გამოსაკითხო. კაი. აკო შეგვიძლია ეს იყოს ასე, ეგეც იყოს ეგრე. გადავიდეთ აქეთ. ეს ავიღოთ და მე უკან დავწვევ მე თუ არა სხვა მაინცა იყოს ქალაქი. უკან დავწვევ მე ჯარს, სადაც ვეჩი ტერიტორიაზე ვერ ხარცობ. ეხლაც ვერ გადმოვლენ, მაგრამ მაინც თავი დავიზღვევ თატონდაში. ავიტკივე უთქვა. პირდაპირ კონსტანტინოპოლს მოადგებიან და ეგ არ მაწყობს. დედაქალაქია თან. აქამდე ყავა მოტრუპოთ. ცოტა მინდა თურქეთი მაინც გამოვარსკვლავ არმენია მაგათან ესა ჯარები გადავიყვანო არაბებზე თუ არაბები წამლეკავენ ამ ხირა გახდნენ ტიპები ძალიან დიდებია უბრალოდ ძალიან ბევრთან აქვს ომი Despotate of imperials. თურქები რას აკეთებენო?
ეგვიპტეა, ეგვიპტე. თავს დაესხნენ აქ, კი ბატონო, ომის გამო მიცხადა. და არაბების ნახე, სირიის სახელმწიფო წოდება მიიღო. ციხესიმაგრე შეუტია. ეგ პრობლემა არა, ციხესიმაგრეს თუ აიღებს. მაგრამ წინს ნახე ხელი რამდენი გენერალი იყოს. ეს უნდა მოუძიკოს, რამდენი გავანადგურო კი, მაგრამ ცოტა რა შეუთხელდეს. რაო ამან. Tools request-იო. როგორც მახსოვს, ორივესთან გაათავკი. მაგ შემთხვევაში არა. ამარაო, ნიეთ ჯან, შენი არ მეშინია. რამდენი არიან? 3, 6, 9, 12, 13 ჯერ მარტო მანდ. რას მეუბნებით, ბიჭო? შედი. აიყვანე უცებ მეომარი. კაი მეომარი, რა წავა რა. ეგრე, ოპა, ეგ მომეწონა. მიდი ეგრეთ მომეწონა. გაიღავით ეგ. მერე წადი აქეთ მიეხმარე. მერე შენ უკან დაიხიო, არ გინდა? ბევრი არიან. დაგჭირდება უოჭი. თუ მომივა, არ მომდის, არ მომივა, ნახე ხა ასვიზავ. ეს მინდა თუ მაქვს ამას კი ეს არის. ამას აქვს. კი ბატონო, ბაზარ არ იქნება ჩემი. და მოხსენ ახლა. ვიო მაქვს ბეგული. ჩემო დაქალო. დია ჯანდავამდე. უი, კი ბატონო, ამერია. ზედრა 1000 თუ დავაჯინე ეგრევე, ოჩახნე. ამერია ისა. სულვარი უნდა და მე 1000 შენა მომხედე და თურქებს რა ბედი აქვთ რა დამხმარე ძალას ვერ ვაშველო თურქები გამონადგურო
აქ უკანა თავიხი. ეგ ბედუშკები არიან, რა ბედნიერები არიან, რა. ბედნიერები რა შუაში უფრო ეხბლიანები. ნუ არაბებმა უმრიგო მითხატა. და პრინციპი შეჩემი ბრალს გადამიხატა. ეგ გრუპ გადამიხატა, მე ჩავიჭრებოდი. ჩავიჭრებოდი რა, ფინანსები არ მეყოფოდა ძოლებში. და ეგ რომ მოთხოვდა ფული გადახტას. მაქსიმუმ რა 3 სვლა აღარ მეტყოდა და მე-4 სვლაზე კიდევ ამიცხადებდა ფულიო მეტყოდა, ფული მომეციო. ეგ გამოდის მე ვიქნები მაგის მოხარკე ქვეყანა და თავს არავის არ დაუხრის ბიზანტია. ერთი თურქეთი უნდა ვიყო ალეპო რო არმენიის ტერიტორია და ის გავაერთიანო რა. ბიზანტიის ტერიტორია ცალკე არის მოსული და ერბალი. ან თურქეთის ტერიტორია ავიღო ორივე რო გავაერთიანო. ნუ ზედა მხრიდან მაინც იყოს შენაერთი. ალეპო სამინდა სანამ სიცოცხლეს აიღოს ყოველ შემთხვევაში. ნამდვილ ხანს ანდოებს ხო ერთი დაატკაბოდი და მანახი რა ცვლილებები რა ხდება ეგრევე. არ მინდა ეს ყველა სვლა დაატკავ გადავიდეთ მე ვნახოთ ვინსაც გადმოდის. ან პირდაპირ ის მანახეთ ჩემთან დაკავშირებით რა ცვლილებები ხდება. ათი მინდა ამდენი ხარ რომ მაყუდებ აქ. ეგ არ მომწონს. აი ეს ვერ ვიტან ამ თამაშს. დანარჩენი კი ყველაფერი კარგია. ოპა, რა ხდება? რა არის ეს? ჯერ უკან შევიდეთ. ეუბიდის რა უნდა? ფული გადმოთხოვოს გამოგიცხადებო. შენი მომშვერდი მაედან მონღოლები არიან. არა, კიპჩაკები არიან. გადამიხადორე ვერაო. ეს არიან უკვე ფეიჩავები, ეგენი სადღა არიან, აიქ. ვერა. ალემანია სადღა ჯანდაბაშია. ალემანია. აუ, ტიპები სად ყოფილან და ხო ეგენი არიან მოიცავს. დაშე ეგენიც არ ყოფილან. სად ჯანდაბაში არიან, ბიჭო? ალემანია ეძახე შენ ამას და არც ის არის. აი, სად ჯანდაბაში ყოფილან. აი, საიდა სად მიცხადებენ? გაჰა. მან ჩემთან განმოსვლელიც არ იქნები შენ და ვერც გადმოხარ. ტერიტორიებზე სიარული თუ არ შეგიძლია ჩემს მომავალი ქვეყნების. და ეს უკვე დასავლეთ რომის იმპერიაო. ეს მეუნება გამოუცხადე ომი დასავლეთ რომის იმპერიასო. და მოიცა. დასავლეთ რომის იმპერია მეუნება ომი გამოუცხადე მაგას. ნუ ასე კაცრავად მობილიო ეგ არ შემილია ბოდიში და სტოტიში უარს გეტყვი მაგ ფულზე. იმიტომ რომ მაედან მინდა ჯარი დავახმარო მეორე ფლოტზე და ხარეზე და ეგ შეუძლებელი გახდება მაგას რომ გამოუცხადო თან შეიძლება. საწყალი 4 გენერლით რა უნდა გავაკეთო მან დაზი არ ვარ. ამიტომაც ნიეტ ჯან არ მაწყობს. ნიეტ ჯან. ოპა, რამხელა დემეიჯი რა არის? კიდე. ოპაც, აქ დავაყენოთ რომ მაგად მოდი აი აქ. რომ ზღვიდან თუ რამეა არ დაგვარტყან.
აუ მოიცა. როგორ მოხდა ეს ჩემ ტერიტორიაზე ხო შემოსულები და უკან გაიქცნენ? სად მიდიან? ოპირატები ბერძნებს ძალიან მაგრა უტევენ. და ქალაქის კი წაართვეს ბერძნებს. ვაი ეს აცუდავები ესენი ჩემი მოკავშირეები მაინც აუმარ. არ მატყუს მაგათი ეგეთი განადგურება. აი სანტუდა ჩაიკერა ეხლა იქ რა უყურ მაგას. მიდი ეგრე ოპას გაია. მიდი ეგრე ოპაც გაია. მე ეხლა მოდი აქა. ჩაკამას არ გაიქცეს ეგრე, მოდი აქა და მაგას ვეღარ დავატყ. No problem. მოდი ეგუტელებს მივეხმაროთ აქ. ოპა, სკაია. კიდე შეგვიძლია ესაო და კიდე შეგვიძლია ესაო, ხო? ხო და აჰა. მაგით ცოტა ხან თუ შევაკავეთ მან ძალიან კაი იქნებოდა. კიდერის გამოძახება შემიძლია აქ. ეს რა არის? შემახედე? 2.1 ეს ვერ მაგას ვერ ხვდები, მაგრამ კაი დავიკიდოთ. არჩერები ძალიან კაი იქნებოდა, მაგრამ ცოცხლე ამათ ბევრი არ აქვს, ახლოს მომივიდნენ და ახლოს მომივიდნენ რომ დავარტყა. მახრივ არ მინდა. ასამოზათიო, 300 რაში მოიცა. თან არჩერი. აქ რო დავასპაუნოთ მოიცა. მაშინ, აჰა. ეხლა შეგვიძლია. კაი. მართალი ისე ძლიერი ვერ იქნება როგორც ხვევი, მაგრამ მაინც ექნება ძალა. თუ მოდი ეს გავუშვათ 720-იანი. ხო მოდი ეგ გავუშვებ ჯობს და მე გავუშვებ წვებს. კაი, ეხლა უცებ მაშინ. ამას ამ გენერალს ერქვა მოიცა გავიხსენე. ხაილდი რანა ეს სახელია. გაროჩე რა ეხლა. შენ ამანდ რამინდა რომ გადაიყენო ეხლა. და 5% არ იქნება რომ დაიყენეთ ამანდა. შენ ამანდ ეხლა დაიყენე ესაც ჩემი ძმა. აღარა მაქვს ფული, ეს მაქვს კაცო დაიყენე იგა. მე წამოგაუშვით. ავაც დავლიეთ. ბიზანტია. როგორც პირველად კი კაი დიდი სამეფოა და ამ შემთხვევაში იმპერია ერქვა. მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ომი მეთქი. თავიდანვე ეგრევე ბულგარეთი, თურქები და არმენია გამოგვიქმაგა. მერე არაბები, არაბებამდე იყო ჯერ ლანდია კი არა, ვანდალები. რას გადავკიდე ამ ყველასა? ანდენ ლორდიდან ვლანდიას, ბიჭო. ორივე უზე რო იტყვე ვლანდია მაგერია პირზე. მაგრამ ძალიან მაგარი თამაშია ბარელონი. ერთ დღეს თუ მექნება ისეთი კომპიუტერი, რომელიც
ჯერ თუ მექნება და მე თუ მექნება ესეთ კომპიუტერი რომელიც გამიქაჩავს მაგას ეგრევე ვიყიდი და დავიწყებ თამაშს და გადავიღებ უეჭველი და უეჭველი ჩავაგდო მოდი 1100 მაგაში და მაგას ვდახურა მე მინდა გადმოწერო ატილა ტოტალ ვარ ატილა ეგეც 1100 მან საქართველოა და ძალიან მაგარია ტოტალ ვარის მევასება სტრატეგიული თამაშები ყველაფერი მევასება თითქმის ნავი ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მინახია თამაში სტრატეგიული რომელიც მინახავს და ანუ მითამაშია და არ დამვასებია ნაირთვალ ნორის მევასება ძალიან მაგარი თამაში სტრატეგიული ტოტალ ვარ ატილა ტოტალ ვარ ორომორი ტოტალ ვარ მედივალი ნაუნდეგენი ნათამაში მეუღს და სულ ყველა მართლმევასება და ყველაფერი კარგად გაკეთებული უბრალოდ ჩემბრალი ახობე ზოგჯერ ისეთ რაღაცებს გავაკეთებ ხოლმე რომ ანუ სხვის ტერიტორიაზე არ ჩას მეომრები და როცა საზღვართან დავაყენებ ხოლმე და უმიმავს რომ აქ ქვეყანასთან უარჩეს ახლა იმას საზღვართან ყავს ტერიტორია და ახსენეთ რომ იმის გენერალი ეგრევე ტკაპანად დამასვამენ ხოლმე მართალი უმეტეს შემთხვევაში ვძვრები ხოლმე და ვანამდვილებ მი გენერალს ჩემი დიდი ზიანის წყალობით ეს დიდი ზიანს მაგისა მაგრამ მაინც ეგ ჩემი ბრალია და თამაშის საქსონებს გამოუცხადე მეუნება Kingdom of Paris და ფუსმოქც მადლობა მაგრამ არ მინდა აუ სიოცხლე მაინც შემელოს აუსურა მედი ჩარტი მაგ ჩათეზე ეგრე ბოლომდე არ მინდა ჯერ გამონადგურა გენერლები მინდა რომ აჩერბო დავასუსტო და მე მარტივად გამონახე ერთ-ერთებია ერთ ჩარტმები არიან აი შენ მინდა უცებ ერთი აქვს კაით რა მოკვდება მაშინ აქ უნდა გავაძლიეროთ ეს შედი აქ მანდარა საერთოდ გავაძლიეროთ რომ 0% ავიდა ეხლა 3-ზე მაინც იქნება 3%-ით მოუმატებს სიცოცხლეს მაინც ეგეც გაუნადგურებია ტიპს მაგზეა მოღარ გამიცხადა ეხლა და იცი მიდი ოპ კიდე დაარტყი ეგრე კაია კაი ბიჭი შემიდი ეგრე შემოვარე ვერთა კარტყოს კარბაში არა უშავს ეხლა შემიდი დადექიმან შედიგათ რა მინდა ეხლა მე ეს მინდა თურქებო ჩემთან არ გადმოხვდეთ ორი განანებთ წავიყვანთ შენი მივაშულოთ იქიდან აქედან ქვედა მხარეს ხوار გვიტევენ არა კაცო ბეზნები უკლავდებიან ეკაია ბეძნები უკლავდებიან კაია აჰა თურმე რაში იყო საქმე გემი არ ყავდა საწყალს აქ რა ხდება ვერ აიღეთ კაროჩე რა და კაც მოხსნეს ისტორია რატო ვერ აიღეს ნეტა საინტერესოა აუ ესენი ზემოდან მოდიან არ გამაგიჟოთ რა შენ ვისთან გაქვს ომი არავისთან მერე წადი ამას დაეტაკე შედალოცვილო ჩემთან რა ძალა გადგია რომ მოდიხარ იმას კი მოვიყვან ეხლა მან თანში ჩამოხვალ მაგრამ კაროჩე რა
რასუსტები ვართ რა არის ბიჭო ფინანსურად მაინც გავძლიერდეს ცოტა რა ძალიან სუსტები მაგრამ მაგის საშუალებას არ მაძლევენო ვინ მოგწევს ახლა მაგის საშუალებას ფინანსურად ადგე და გაგაძლიეროს ცოტა შუა ომში ხარ ან არაბები ძალიან ბევრი არიან და ვა დამასკო ყოფილი კაგრას მაგათი დედაქალაქი და ვიცი რაც მოვა მაგ დამასკოს ცოტა ხანში ყოველ შემთხვევაში დამასკოს რომ ავიღებ მორალურად განადგურდებიან რა მორალი ძალიან დაუვარდებათ და მორალურად დაუვარდებათ ყოველ შემშიტევაზე უფრო მეტი ზიანს მივაყენებ ვიდრე აქ მივაყენებდი მაგრამ ამასობაში ეგვიპტეს ერთად შევეცდები პეტრა ავიღო და შემდეგ რავი ან სეკაიეზე გაიწევენ ან დამასკოსზე თუ დამასკოს აიღებენ ეგვიპტელები მაგალითად უარს არ ვიტყვი ეს ქონდა მხარი თუ აიღეს ეგვიპტელებმა უარს არ ვიტყვი მაგაზე მე მაქსიმუმ რა ალეპოს თუ მომცემენ და აქეთკენ ჰამდი ბაღდადი და არმაჰადის თუ ავიღებ მე მეტი არ მინდა დააჩენ ეგ 6 ქალაქი შენი იყოს და 4-ს მე ავიღებ ჩემთვის თუ გაწყობს ეგვიპტე ბაზარი არ არის ნუ შეგიძლიათ რა აღება და სხვისთვის გადაცემა ურთიერთობის გამოსაკეთებლად ეგ კაი იქნებოდა ნაითონორში არის ეგრე რა აიღებ ტერიტორიაზე შეგიძლიათ სხვას გადასცემ მე ვერჯერ საქართველოს ვარ მე საქართველოს არ ვარ ხოლმე და სხვა ქვეყანა ვარ ყოველთვის მაშინ ანუ სუსტია რა საქართველოს რადგან ჩემს გარეშე ვერ აკეთებენ რაღაცებს კარგად და ბოლოს ყოველთვის ნაზგურდებიან და როცა სხვა ქვეყანა ვარ ყოველთვის ხედავ საქართველოს თუნდაც ამას სხვაგან შორს ვიყო საქართველოსგან რა ისე ტერიტორია მქონდეს თუნდაც ინგლისი ვიყო მაგალითად ამარაო და ბრიტანეთის გამოცხადება არ მაწყობს თუნდაც ვიყოს შორს რა ისე ტერიტორია მქონდეს რა როგორც მაგალითად ინგლისთან ხომ ვავიღებ ტერიტორიას გადავცემ საქართველოს თუ საქართველოს საფუძველ და ანუ სადაც არის ახლა რა მაგ ტერიტორიას წაართვენ ხოლმე იქ იქნება ჩემს გვერდზე და მანდ უფრო მარტივად დავიცავ ხოლმე ასევე კარგი ურთიერთობას ვამყარებდი ხოლმე მაგ დროს როცა ტერიტორიას გადავცემ ტრეიდს ვამყარებდი ალიანსში ვიყავდა თუ რამე მე გამეცხადებდა ომს ისიც უცხადებდა ომს იმას გამოუცხადებდა ომს მეც გავუცხადებდი ხოლმე ომს თან ვიცავდი ხოლმე ეგრე რა აბა რამდენი 500 ცუდია რამდენი 600 კაია წადი ერთი ეგრე შენა მოდი ეგრე ჯობს ეგრე და ეს არაბები სად მიდიან ძმობაში გამაგებინეთ რა პირატებთანაც ომი აქვთ ამათ როგორც მახსოვს კი ომი აქვთ კაც პირატებთან მიდიოდნენ ნუ თუ ყვნეულმა თავდასხმა ვეღარ გამიგია მაგათი ეგრე თუ წავიდნენ მუგოლზე დამესხმებიან დიდი ალბათობით თავს არ ვჩენდი ხსლაზე ვნახო თუ რამეა მუგოლზე გავწევ ეგრევე ჯარს აქ ჯარი მოუყენებიო გეტიებს აღარ უნდა მეტი იერუსალიმში ჩააყენე ხალხი კაცო სამასი კაია მიდი ეგრე კაია რაც კაია
რაც კაია, 800-ით ზედმეტი არ მოგივიდესო. 300-ით კაია. გამოიყონოთ ეგეთ წინა. ეგ დაგვრჩა, დანარჩენები იყვნენ კაცო ეგრე. სასწავლო რომის იმპერია რა. ნახოთ აბა. დიდად ტერიტორიები აღარ გაუხსნია, დიჯონივა იყო იმის შემდეგ. საფრანგეთიც კარგად დიდია, ნახე. ამ შემთხვევაში ფრანკთა სამეფოა ეგ. არა საფრანგეთი, ჯერ შორია საფრანგეთამდე მაგას უწოდებენ. ჯერ უნდა გაიზარდოს დიდი გახდეს უზარმაზარი იმპერია, მერე დაიშალოს სამნაწილად. გერმანია, იტალია, ფრანკთა. ანუ საფრანგეთი რა მერე გადაიქცევა ეგრე. სამშვილს დაურიგდება თუ სწორად მახსოვს. ეგრე დაიშალა რომის იმპერიაც, ბიჭო. ორ შვილს რო გადაეცა, ერთი შვილს დასავლეთი, მეორეს აღმოსავლეთი. მარა დაკარგული აქვს ახლა ორივე იმპერიას, დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიებს თავენთი დიდება. მთელი ბერძნები ბულგარეთში დაიპყრო, დაჟეგეც არ არის საკმარისი. დუროს ტორმი უნდა წაართვა ჰუნებს, რომ ბალკანეთზე დაიბრუნოს შეინძული ტერიტორიები ბიზანტიის რა. ეგვიპტეც უნდა იყო. ის ზოეთეთო დაიბრუნა რა აქეთ. ეგვიპტე და ვანდალები. სხვადასხვა ფრანკთა მეფე იყო, რომელიც მაგათ სახელები ხო ვერ დავიმახსოვრე. რომის პაპს თავის თანასწორად არ თვლიდა და ერთადერთი ვისაც თვლიდა თავის თანასწორად, რომელმაც შექმნა უდიდესი იმპერია, იყო ბიზანტია. და რომის პაპა 28 იმპერატორის წოდება, ეგ არაფრად მიიღო და მარტო ბიზანტიის იმპერატორის რისგან მიიღო ეგ წოდება რა. რომ ბიზანტიის იმპერატორმა მიენიჭა ეგ წოდება რომ იმპერატორის. და მაგის ანაცვლოდ ვენეცია და დალმაცია უბოძა ფრანკთა სამეფომ ბიზანტიას. და აქ რა არისო? ინდა დინასტიას გამო ინდია მეთქი. არ მინდა კაცო დამანებეთ თავი. არ მინდა. მე ხო არა და არ მინდა. ხოდა ეგრე იყო ჩემო კარგო ხალხო. ჩარტმინდი კაი, ოპა, შენ გენაცვალე, შენ გეხუტუნე, შენ ეს უკვე დავხვევთ სასტრაფოდ. ეგ კაია გავანადგურეთ, მიდიალა ეგეც კაია. ოპა, მან უკვე აღარ მომწონს ეს ყველაფერიო. ჩარტყი მაგას ეგრე. ჩარტყიდე ეგრე.
ჩარტყი მაგას ეგრე. მოგვიგდა ერთი ბაზარი არ არის შევცვალოთ ამით. ოკ. ამ დროს მერეა. ეს ანალი ფულს არ მომცემს, ეს მომცემსო. რავი, კედლის გაძლიერებას რა აზრი აქვს, მაგას ვერ ხვდები, მაგრამ აჰა. სივრცეებსო მარტო, ამ შემთხვევაში უარგესია. ეგ მეთოდი. კიდე ერთი და ჩამოვარდა უკვე უარგის არმიაზე. ძალიან ბევრი არაბები ხო არ გახართ უკვე აქ და ტვინს ხო არ მიბურღავთ. უps. შენ ამოდი აქ შედი. ფასტელი გააძლიერე. მე შედი ტავერნაში. კიდე უნდა გავაძლიეროთ. ეხლა შედი ტავერნაში. ლარჯ კასტელი უნდა, ეხლა იქნება ლარჯ კასტელი. არა, ლარჯ კასტელი. ამას რა უნდა, კაც? იმპერიალ ეჯი. ამას რა უნდა? Fire Energy, ბიზანტიის Grand ლიმონკა და Flaming Story. ამასაც Fire Energy უნდა. Damage ემხელა 404, 404, 402, სავარაუდოდ დაბალი ისინი აქვს ჩასასრულებიანი ეგენი. 120 და ამას აქვს 105. აუ ეს ძალიან მაგარია. ჰოპლიტები, ბიზანტიის ჰოპლიტები პირველს ნახე. არ შეხვედრია აქამდე ამ თამაშში, რავი. ეს ნახე ამ ხელაზე ყოფილა გაძლიერებული. ანკარაც აბა ვნახოთ, მეტად აღარ ძლიერდება, ხო? ფულის ხრი მეტად აღარ ძლიერდება. მუგალი არ მინდა, იმიტომ შეიძლება დავკარგოთ და მაგ ის გამო ნიეტჯან. ესეც არ მინდა. ეს ნახოთ აბა, ესეც ფულის ხრი ნიეტ. რაგი რაღაცები გაძლიერებული მყავს ფულის ხრი. ანუ ფულის ხრი კი, მაგრამ სასახლის ძლიერებისთვის არა. კედლები არ მაქვს გაძლიერებული, სასახლე იყოს ძლიერი. რაგი ფულის ხრი ყველაფერი გაძლიერებული მაქვს ამის გარდა და ეს level 5-ზე ადის, ასე უნები. 15 ბაზრებს ეს უკვე. კაი, მიდი დაარტყი მაგას. ეგრე. აქედან ახლა შეგვიძლია გავაძლიეროთ. ეს level 5-ზე ადის, რა ამბავია რა არის. ესა level 3-ზე და მაქსიმალურზე არის. კაი, ეხლა აბა ვნახოთ აქ. რა როგორ იქნება. თურქებს როგორც ჯარი აღარ ყავთ. ეგ იყოს მანდ ეგრე და ისინი გაუშვათ თურქებისკენ. აქ ესენიც მიხედავენ. აბა ვნახოთ. მოდი ამ ეპიზოდით დავამთავროთ. აქედან დავამთავროთ ეს ეპიზოდი და შემდეგ ეპიზოდში უკვე თურქებს შევუტევთ და ჩვენს ტერიტორიას დავიცავთ არაბებისგან. ამასობა შეიძლება კონსტანტინოპოლის დაცვა მომიწიოს, რადგან ბულგარელებს დიდად აღარ უტევენ. და მაგის გამო უკვე ჩვენსკენ გადმოწია 2 გენერალი. და ეგ პრობლემა არ იქნება, მარტივად დავიცავ კონსტანტინოპოლს, ბონანტები ყავს გაძლიერებული, ერთი დეფენსიც უნდა გავაძლიერო და მაგასაც ვიზავ. დიდად პროდუქტიული ეპიზოდი არ ქონია, მაგრამ გამოგვივიდა ქვეყნის დასუსტების, როგორც იმათი, ისევე ჩვენი, რადგან რამოდენიმე გენერალი მოგვიკვდა.
მაგრამ ასევე შექმნით უფრო ძლიერი გენერლები, რომლებიც დასუსტდნენ უკვე. ამიტომ მოდი აქედან დავთვალოთ შემდეგ ეპიზოდში უკვე თურქებს შევეცდები გავანადგუროთ ოშ ტრაპიზონი მაინც წავართ სანამ მობილიზდებიან და ერზრუმს დაიცავენ ერზრუმის დაცვას მოასწრებენ და იგი სანამ ტრაპიზონს ავიღებ და ერზრუმს მივადგები. აი აქედან დაგვიშვიდობით აბა ჰე და აბა ხო შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.